დღეს მინდა ვილაპარაკო ხულიო კორტასარის აქსოლოტლზე, რომელიც არის დიდებული პატარა ნაწარმოები, სადაც ხო ცხადად ჩანს, ანუ ხულიო კორტასარის სკილები, ასე რომ ვთქვათ, ძალიან ცხადად ჩანს და ძალიან მოკლე მონაკვეთში არის ყველაფერი თითქოს ნაჩვენები თუ რა შეუძლია გააკეთოს ამ დიდებულ ავტორს, რაც რაღაც პონჩი სულის შემძროელია, მეორე პონჩი მშურს. მესამე უბრალოდ შეიძლება იფიქრო, რომ დიდი არაფერი არ არის. ყველა მოცემულობა ჩემი აზრით მართალია, ეგეთ ნაწარმოებიო. ნუ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კორტასარის ნაწარმოებების კითხვის დროს დავამოუღამე, რომ უნდა მიხვდე ვინ არის ნარატორი. ნარატორს რომ მიხვდები, ჩათვალე, რაღაც დიდი ნაწილი უკვე ამბის გაგებული გაქვს, იმიტომ რომ უფრო მარტივად შეგიძლია აწყობა თუ რა ხდება შიგნით. როგორც კი მიხვდები ნარატორს ვინ არის, შემდეგ შემოდის ანარეკლები, ნებისმიერი სახის ანარეკლები, თვალებიდან ანარეკლები, შუშვიდან ანარეკლები, სარკიდან ანარეკლები, წვიმის წყლიდან ანარეკლები, გუბიდან ანარეკლები, ანუ ყველაფრიდან ანარეკლი შეიძლება და თითქოს ნარატორები ეგრევე იცვლება. ამ შემთხვევაში კორტასარის ძალიან ჩახუჭუჭებული სხვა ამბებისგან განსხვავებით, აქსოლოტლი შედარებით პატარა არის და შედარებით მარტივად არის ნარატორის ცვლილება გადმოცემული. ნუ მარტივად კორტასარისთვის თორე სხვა ნებისმიერ ავტორის ნაწარმოებს რო შეადარო, არც ერთი მარტივი გამოდის და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კომპლექსურია. მაგრამ რომ ვთქვათ, ეხლა ნაწარმოები როგორ იწყება თვითონ ადამიანის თვალთახედვით პირველ პირში იწყებს ამბის მოყოლას, ყვება როგორ მიდის ზოოპარკში, ბლა 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 ბლა, როგორ დაინახავს აქსოლოტლს, როგორ გახდება მასზე მიჯაჭვული, მასზე დაკვირვებას მიჯაჭვული და შემდეგ უკვე პატარა ანარეკლი ხდება თვალებში ყურების, თვალებიდან ანარეკლი, აკვარიუმის მინიდან ორივე შეგიძლია ანარეკლის წყაროთ ჩათვალო, თვითონ წყაროთ შეგიძლია გამოიყენო ანარეკლის დასანახად. ფილტვი. ხო, ნარატორი იცვლება და გადადის უკვე აქსოლოტლში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აქ უნდა გავითვალისწინოთ ის არის, რომ აქსოლოტლი რო ხდება ნარატორი ზუსტად იგივენერად აგრძელებს თითქოს ამბის მოყოლას. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ უკვე ეს ავტორი გადავიდა მის სხეულში, მის ცნობიერში, მის ერთ ადგილზე გაყინვაში, ამავდროულად და ამავდროულად. მოკლედ, რა შეგვიძლია გავიგოთ ამით ის, რომ სინამდვილეში თითქოს ერთი წერტილიდან დაწყებული აზროვნების მიერ არის მოყოლილი ეს ამბავი. ანუ რა თქმა უნდა ნარატორი იცვლება დროთა განმავლობაშიც უფრო მეც აკვირდება რა ქვია აქსოლოტლს და შემდეგ გადადის ზერა უკვე აქსოლოტლის თვალებში და უკვე შემდეგ იქიდან გრძელდება, მაგრამ ანუ მოაზროვნე ვინც არის თითქოს ერთი ტიპია. ანუ აქსოლოტლშიც იგივე ტიპია და იქაც იგივე ტიპია. მე ფულს ფესუს, ანუ აი გუშინ როგორც ვახსენე ყოფიერი ეს მოაზროვნე ადამიანი არის წერტილი, აქედან იწყება, სანამ მაგალითად აწერტილი არის, სანამ აქსოლოტლს შეხვდება. რა თქმა უნდა, უკვე როცა აქსოლოტლის ზერაში გადადის, არის უკვე ბ-წერტილი, ანუ შეცვლილია პიროვნება, მაგრამ როგორც კი გადადის უკვე აქსოლოტლის ზერაში, ეს პიროვნება ზუსტად იგივენაირად აგრძელებს ჩემი აზრით განვითარებას, როგორიც გადასვლამდე, რომ აქ რო დარჩენილიყო უკვე ბ-წერტილში, გამختار ბ-წერტილში დარჩენილიყო, იგი გააგრძელებდა. ანუ ერთი ეგევი არის. ხო და რა შეგვიძლია ვთქვათ ამ ნარატორზე, იმიტომ რომ თუ გავიგეთ რა არის ნარატორი, თუ გვინდა რომ გავიგოთ ამბავი რას ნიშნავს, უნდა მივხვდეთ როგორი ადამიანის თვალთახედვიდან არის დაწერილი ეს, იმიტომ რომ მაგალითად გიჟი სხვანაირად დაინახავდა გიჟი ბჭყალებში, ავი დიქტატორი სხვანაირად დაინახავდა იგივე ამბავს, დიქტატორი სხვანაირად მოყვებოდა სხვა რამის თქმას დააპირებდა იგივე ამბის მოყოლით, ავი მეზოვე სხვა რამის თქმას დააპირებდა იგივე ამბის მოყოლით, რავი მეზოვე თუ და ისეთი ის არის რა ქვია mindset-ზე მინდოდა მელაპარაკა, ანუ აზროვნების გამარეობაზე. რავი, ანუ მოკლედ დეპრესიული სხვა რამის თქმას დააპირებდა ამ ამბის მოყოლით, ბედნიერი ადამიანის სხვა რამეს, გულჩაწყობილი სხვა რამეს, ძალაუფლებით შეპყრობილი სხვა რამეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, უნდა ვიმჯეროთ თუ რა არის, ანუ ვინ არის ნარატორი, რას წარმოადგენს.
აა ზოგადად თავიდანვე ჩანს ნაწარმოებში, რომ ამ ნარატორს ჰქონდა კომფორტის ზონები, რუტინის კომფორტის ზონები. რომელიც იყო რაღაც პონჩი სახლიდან გარეთ. ანუ ჭირდებოდა რომ გაიარა კონკრეტული ქმედებები, სანამ შეასრულებდა ამ რუტინას, ანუ ესწრებოდა ზოოპარკს. იყო ეს რა ქვია, რავი, ადგომა მომზადება, ემოციურად შემზადება, რომელიც გახვიდა ახლა სახლიდან ამავე. და ყავდა ასევე მეგობრები ბჭყალებში ისევე ბჭყალებში ისევე ლომი და ფოცხვერი თუ ავას არ მახსოვს უბრალოდ მოკლედ. ანუ რუტინა იყო, აქედან გამომდინარე შემიძლია თქვა რუტინა იყო, იმიტომ რომ მეგობრად არ მოიხსენიებდა იმ ლომს, რომელიც ერთხელ ან ორჯერ ყავს ნანახენ. ძალიან ხშირად მიდიოდა და ელაპარაკებოდა ხოლმე. მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც იმ distraction, ანუ იმ რუტინებმა აღარ იმუშავა, ანუ ავაზა არ იყო იქ, როგორც მახსოვს, თუ სწორად მახსოვს, კაი ხნის წინ წავიკითხე და ლომს ეძინა. აქედან გამომდინარე დაჭირდა სხვა რამე, რომ ეს რუტინისთვის და ეს ანუ რუტინა ჩაესრულებინა. მაგალითად, რო ვთქვათ, რომ 3 ხე დგას ტყეში, ერთი არის ავაზა, ამ შემთხვევაში მეორე არის აქსოლოტლი, მესამეა ლომი. და შენ პირველი და მესამედან ამ შემთხვევაში ავაზადან ან ლომიდან სვავ ხოლმე ყოველთვის მაიდან ჩამოჟონილ მაგით ამ ორი ხის ფოთლებიდან ჩამოჟონილი წყალს სვავ ხოლმე და შენი რუტინის მთავარი მიზანი ის არის, რომ ადგეს სახლიდან გახვიდე გარეთ, ნახო ეს ხე და დაბლა ჩამოჟონილი წყალი, მაგის ფოთლებიდან მოგროვილი წყალი დალიო. მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა იმ პირველ ორ ხერშიაც თქვით, ლომისა და ავაზის ხეებში აღარ იყო წყალი, ანუ აქედან გამომდინარე რუტინა კი იყო ზუსტად იგივენაირი ქმედებები, მაგრამ რუტინის მიზანი არ შესრულდა, დაჭირდა სხვა რაღაცა, რომ დაესრულებინა ის, დაელია წყალი. ამ შემთხვევაში წყალის დალევა არის, რა თქმა უნდა, ემოციური მოთხოვნილებები. და იპოვა აქსოლოტლი. აქსოლოტლის პონის შემდეგ პირველი რაც გააკეთა არის ის, რომ მოიძია ფაქტობრივი ინფორმაცია აქსოლოტლზე თუ რაც წარმოადგენენ, ვინ არიან, ანუ რა ტიპის ცხოველები არიან, რომ გაიგო რომ ამფიბიები არიან, გაიგო რომ ესეთები არიან, ისეთები არიან, გაიგო სიტყვა რას ნიშნავს, გაიგო რომ ანუ აქ უკვე ჩართულია ძველი აცტეკური მითები, ის რომ აქსოლოტლ, არა, ქსოლოტლ ქვია გონი ოქროს ნიშნავს ესპანურად ეგრე ეწერა. არა, ქსოლოტლ მგონი სუსტ არ მახსოვს, მგონი აცტეკურ მითში რომელიღაც ღმერთს ეთქვა ქსოლოტლი, არ მახსოვს მოკლედ ზუსტად anyway. დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ხო და მოკლედ რა შეგვიძლია ვთქვათ ამ ადამიანზე? ის ადამიანი აშკარად არის კრიზისში, ესე ვთქვათ, ეგზისტენციალურ კრიზისში თლად არა. ნუ რა თქმა უნდა შეგვიძლია შევადაროთ ეს კამიუს რავი, უცხოს პერსონაჟს მარს არ მახსოვს სახელი რა ერქვა, რომელიც ასევე იყო განგარეყული საზოგადოებისგან, იმიტომ რომ თუსაც უბრალოდ საზოგადოებისგან განგარეყული არ ხარ, ყოველ დღე საათობით არივლი რომ რაღაც უმოძრაო ამფიბიას უყურო, შესაბამისად იყო განგარეყული საზოგადოებისგან და ეძებდა რაღაცებს, რითაც გადაიტანდა ყურადღებას ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ distraction-ი, ყურადღების გადასატანი, დამცველობით ფუნქცია, იმისგან რომ არ გაგიჟდე. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემი აზრით ანუ ამ ემოციური მდგომარეობიდან ახლა რა კონკრეტულშიც გავარ, რა შემიძლია გავიგო? ის შემიძლია გავიგო, რომ ანუ რა გავიგე ამ წიგნიდან, რა მევიღე? ის რომ რუტინა, რაც ხშირ შემთხვევაში ჩვენი ეგზისტენციალური კრიზისისგან გაქცევის საშუალება არის, რუტინა, რომელიც რეალობისგან გაქცევის საშუალებას გვაძლევს, რუტინა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ არ ვიფიქროთ ჩვენ თავზე და გავექცეთ იმ შიშებს, რომელიც გვბოჭავს. საბოლოო ჯამში იმდენად ყოვლის მომცველია, რომ ძალიან ძნელია გაარკვიო სად იწყება რუტინა და სად თავდება შენი პიროვნება. ასევე როგორც ძალიან რთული იყო გაგერკვია სად იწყება ნარატორი და სად თავდება ნარატორი, სად იწყება აქსოლოტლი. ერთიანი ხთები შენი რუტინის, ხთები ის რაც საკეთებ. ხთები ის რითაც გადაგაქვს ყურადღება. აქედან გამომდინარე თითქოს საბოლოოდ კარგავ საკუთარ თავს და ეგზისტენციალურ კრიზისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გააზრებაა ჩემი აზრით ეს, რომ იმისთვის რომ გააგრძელოს სიცოცხლე, სიამდვილეში უნდა მოკლა საკუთარი თავი. და უნდა დაიბადო ახლიდან. მაგრამ ამ შემთხვევაში არის ნიშნავს, ანუ ორი ვარიანტია, ანუ ეგზისტენცია, ანუ მოკლედ ახლიდან დავიწყოთ ეს ენდრიბა ვერავაწყე, სიზიფეს მეჩი და კითხვასაც ცვავს
კამიო არის ის, რომ გამოსავალსაც ქვაძლევს ესე ვთქვათ გამოსავალ ბრჭყალებში, არის ის, რომ ანუ რა შეეგუო იმას, რაც შენ გარშემო ხდება, ანუ აირჩიო სიცოცხლე და გააგრძელო ცხოვრება, ან უნდა მოკვდე, მოეკლა თავი. ეს არის ამ შემთხვევაში გამოსავალი, ანუ ყოფიარების აუტანელი სიმსუბუქის რაღაც სისულელე მოკლედ ეს მიზღება მაგ პირველი წიგნები. Anyway, მაგრამ ჩემი აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ადამიანის ცხოვრების არის ის, რომ რაღაც წერტილები არსებობს ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც შენი პიროვნება კვდება მთლიანად და მაგ წერტილის შემდეგ ვეღარ იქნები ვერასდროს ის რაც იყავი, ანუ ფიზიკურად აგზავნებ ცხოვრებას, მაგრამ ვეღარ იქნები ვერასდროს ის რაც შენ იყავი. ხშირ შემთხვევაში ეს არის ჩვენგან დამოუკიდებელი მოვლენებისგან გამომდინარე ხოლმე, რაღაც ტრამვებისგან, რაღაც საყვარელ ადამიანების დაკარგვისგან, რაღაც ცუდი გააკეთე, რაღაც ემოციურად დაიცალე ის მოკლედ ფერი გამომწვევების შეიძლება გქონდეს ასობით 10 შეიძლება 1000-ით არ ვიცი, ყველაზე არ მიფიქრია, იმაზე მიფიქრია, ჩემთვის რელევანტურია. და შემდეგ მოკლედ ხო რა, იბადები და ანუ ახლან იბადები. ხო, ამ შემთხვევაში რაც ნარატორს მოვიდა არის ის, რომ რუტინა, რაც დიდი ალბათობით იყენებდა საკუთარი ემოციური მდგომარეობისგან გასაქცევად, გახდა თვითონ ის. შესაბამისად გახდა ის რაც საკეთებდა, შესაბამისად იმუშავა რუტინამ, შესაბამისად მოკლა ის თავი, რასაც გაურბოდა და ახლა არის სრულიად სხვა ადამიანი, სრულიად სხვა თვალთახედვით და სრულიად სხვა პერსპექტივით. შეუძლებელი იყოს ისევ ისეთი, როგორიც ადრე იყო, იმიტომ რომ შეიცვალა მზერის მიმართულება. და კორტასარმა დედა ნატირმა გენიოსმა მოახერხა რომ ეს ყველაფერი სულ რაღაცავი. ერთი თუ ორ გვერდში თუ გვერდ ნახევარში მოეყოლა. და საოცარი ატომ არის კორტასარის ნაწარმოებები და ერთი ესეც კონკრეტულად. იმიტომ რომ როგორც წეღამ თქვი, ძალიან მნიშვნელოვანია გაიგო როგორი ემოციური მდგომარეობიდან წერს ნარატორი. მაგრამ საბოლოო ჯამში რაც ახლა შევაჯამე ის რომ რუტინა ხდები საბოლოო ჯამში. შენ ახლა რაც ამ წამს გავიგე, საერთოდ არ იყო ის რაც მე გავიგე, რავი 2 წლის წინ როცა წავიკითხე ეს ნაწარმოები, ან პირველად როცა წავიკითხე 4 წლის წინ, ან რავი 3 წლის წინ, 5 წლის წინ. აქედან გამომდინარე კორტასარის ნაწარმოებებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავიაზროთ ჩვენი ემოციური მდგომარეობა. თითქოს უფასო თერაპიას გაძლევს. ანუ სუსტად იმას კითხულობ იმ მომენტში რაც ხარ და თუ ადამიანებისთვის ძალიან რთულია საკუთარ თავებს დაკვირვება, ეხმარება რომ დაინახონ იმ მომენტში რეები არიან, ანუ ესე რომ ვთქვათ. აი ეხლა რომ წაიკითხოთ კორტასარი, აბსოლუტურად რო წაიკითხოთ და დაწეროთ თქვენებური განხილვა, თქვენ რა მიიღეთ მაიდან, რა მორალი გამოიტანეთ ამ ნაწარმოებიდან და შემდეგ რო ჩააყენოთ რემაინდერი ან შემახსენებელი თუ რაც ქვია 2 ან 3 წლის შემდეგ და წაიკითხოთ შემდეგ ისე რომ ჯერ წაიკითხოთ ახლიდან კორტასარი და მე ახლიდან დაწეროთ თქვენი განხილვა და რა გაიგეთ ამ ნაწარმოებიდან და მე ეს ახლიდან დაწერილი უნდა დადო აქეთ მხარეს და მე უკვე გახსნა ის რაც მაგალითად ეხლა დაწერეთ და ეს ორი შეადარო. აი ამდენად განსხვავებული იქნება ნახავთ და ამდენად შეცვლილი იქნებით. ნუ იმედია შეცვლილი იქნებით, ასე რა როგორი ცვლები, მაგრამ თავარია შევიცვალოთ. ჩემი აზრით. ექსისულელი არ უნდა მეთქვა, მაგრამ მოკლედ რაც არის. თქვი, უკან ვეღარ წავიღებ, რაც დავწერე. ხო, რაღაც კორტასარის ნაწარმოებები ძალიან განსხვავებული ემოციებით გამოირჩევა, ზოგადად ძალიან დიდი დიაპაზონის ნაწარმოებები აქვს ემოციურად. მაგრამ ეს კონკრეტულად აბსოლუტური, იმიტომ მიყვარს რომ არის, აი ნახატების თერაპია რო არის, რომ გახატინებენ რაღაც ექსპრესიონისტული სტილის ნახატებს ფსიქიატრები და ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები და შემდეგ თვითონ რომ უნდა წაიკითხო შენ დახატულიდან რა აქჭირს, ანუ ქვეცნობი ერთ კითხულობ. აი ეგეთი რაღაც არის ეს ნაწარმოები და ძალიან მელამაზები. ნუ მოკლედ საერთოდ ბევრი რაღაცა ვილაპარაკე, ხა ჩვენ შევთქვათ და მე მგონა რაღაც 3-4 წუთი გამოვიდოდა, მაგრამ ეს ხედვა არის ნაწარმოების კონკრეტულად ერთი მიმართულებიდან განხილვა და არა ზოგადი რაღაც ის რომ არ მომბობრი ობიექტური ჭეშმარიტება. რამოდენიმე წაკითხვის სტილი მაგ კორტასარის და ეს ერთ-ერთი წაკითხვის სტილი, რო პირველ რიგში გაიგო ნარატორი, შემდეგ იფიქრე ნარატორს და შემდეგ მიხვდე ამბავს და ასე მეორე წაკითხვის სტილი არის უნდა გაყვეთ მზერების მოძრაობას.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შეიძლება ერთმანეთს ჩაურიო, მაგრამ რაღაც პონჩი, ანუ როგორც ეხლა მაგალითად ზერების მოძრაობასაც გავყევი, მაგრამ ძირითადად რაც იყო საძირკველი ამ მსჯელობისა, იყო ის თუ ვინ არის ნარატორი, რა უნდა ნარატორს, როგორია ნარატორი. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი თითქოს ნარატორი ამ ნაწარმოებში და საერთოდ არ ყვება არაფერს საკუთარ თავზე, მაინც ძალიან ბევრს ყვება და ჩემი მოცნება რომ ერთხელ ისევ წერდა, როგორც კორტასარი წერდა. ძალიან მინდა. იმედია გამომივა. ხო. მოკლედ თემი აზრია. ეს თუ არაფერი, anyway.